მოგესალმებით. Როგორც დაგპირდით, დღეს ვაგრძელებთ წინა გადაცემის თემას. ქართული სუფრული სიმღერები. ამჯერად სხვადასხვა დიალექტების თავისებურებებს მინდა შევეხოთ. საქართველოს თითოეული კუთხის სუფრული სიმღერა ზოგად ქართულ მუსიკალურ კანონზომიერებებს ემყარება, მაგრამ ლოკალური თავისებურებებითაც ხასიათდება. ეთნოგრაფიული მასალა შედარებით სრული სახით გურიაშია მოპოვებული. ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მასალების მიხედვით სალხინო სუფრასთან პირველი საგალობელი იყო მოვედით და ვსვათ სასუმელი ახალი. ამას მოყვებოდა სიმღერა მასპინძელ სამხიარულსა, თამადის არჩევამდე. შემდეგ იყო მადლობელი, მრავალჟამიერი, ჩვენ მშვიდობა, სუფრის ხელხვავი, წამოკრული მრავალჟამიერი, შემდეგ ნებისმიერი სიმღერა. ადილა და ალიფაშა მაშინ ითქმებოდა, როცა სუფრა აიშლებოდა ხოლმე. ახალ სახლობის აღსანიშნავ ხინს სხვა წესი ჰქონდა. სუფრასთან დასხდომიდანვე პირველ სადღეგრძელომდე იტყოდნენ საგალობლებს. სახლი ესე დაამკვიდრე უფალო, მოვედით და ვსვათ, დღეს საღვთომან მადლმან შეკვირიბა ჩვენ. შემდეგ მასპინძელ სამხიარულსა ითქმებოდა. თამადის არჩევას მოყვებოდა მრავალჟამიერის რომელიმე ვარიანტი, მოკლე ან წამოკრული. განსხვავებული გახლდათ საქორწილო ნადიმის სიმღერათა თანმიმდევრობა. ქალის ოჯახში სუფრა საგალობლებით იწყებოდა. პატარძლის წამოყვანისას იტყოდნენ მაყრულს. ვაჟის ოჯახშიც თავიდან მაყრული იმღერებოდა. მას მოსდევდა მასპინძელ სამხიარულსა. თამადის არჩევას მრავალჟამიერით პასუხობდნენ. მეფე დედოფლის სადღეგრძელოს მოყვებოდა შენ ხარ ვენახი. სადღეგრძელო ან მრავალჟამიერი. მშობლების სადღეგრძელოს საგალობელი. გარდაცვლილი მშობლებისთვის ჟამთა და წელთას ასრულებდნენ. ხელის მომკიდეების სადღეგრძელოს საგალობელი შენ რომელმან განანათლე და სიმღერა ჩემო ნათლი დედა უახლავდა. მომდევნო სადღეგრძელოების შემდეგ შერჩევით სრულდებოდა ორპირული და კრიმანჭულიანი სიმღერები. ხასანბეგურა, შვიდკაცა, სუფრის ხელხვავი, კალოს ხელხვავი, ალიფაშა ან ვახტანგური. ახლა სწორედ ვახტანგური, გურული კონტრასტული პოლიფონიის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში აჟღერდება თქვენ წინაშე. ანსამბლ შამნაბადას შესრულებით. სუფრული სიმღერების განსაკუთრებულ ასპარეზს წარმოადგენდა ქორწილი. ამ მხრივ უდიდესი მრავალფეროვნებაა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. განსაკუთრებული ყოფილა მესხური ქორწილი. ვალერიან მაღრაძის მასალებიდან ჩანს, რომ აქ დიფერენცირებული იყო რელიგიური ისტორიული შინაარსის ტექსტებით გამორჩეული სუფრის გახსნის, საგმირო შინაარსის ლხინში შესვლისა და სუფრის დახურვის შემოძახილი სიმღერები. საინტერესოა სუფრულების სამპირულად, სამ ხანად შესრულების ტრადიცია, სადაც მიმდევრობით მღეროდნენ ხანდაზმულები
შუახნის ადამიანები და ახალგაზრდები. მესხური სუფრულებია, სახლო ღმერთმა აგაშენოს, სუფრა ვარდითა სავსე გვაქვს, გეგუთისა მინდორზე და წასვლა ჟობს წარმავალისა და სხვები. სვანეთში საქორწილო სუფრაზე მხოლოდ ყველა გარდაცვლილის შესანდობარისა და მშვიდობის სადღეგრძელოს შესმის შემდეგ ითქმებოდა სიძე პატარძლის სადღეგრძელო, რომელსაც მოყვებოდა საქორწილო სიმღერა საგალობელი სადამ. სუფრის დასაწყისში დიდი ღმერთისადმი მიმართვის სადღეგრძელოს მოსდევდა სიმღერა საგალობელი დიდი ღმერთი. შემდეგ ოჯახის შეწევნას შესთხოვდნენ წმინდა მთავარანგელოზებს და მღეროდნენ თარინგზელარს. მესამე სადღეგრძელო წმინდა გიორგის ეძღვნებოდა და მას მამაკაცების გამრავლებასა და ჯანმრთელობას შესთხოვდნენ. მასვე უკავშირდებოდა საგალობელი ჯგრიაგი. ახლა სწორედ ჯგრიაგი აჟღერდება ჩვენს გადაცემაში ანსამბლ კვირიას შესრულებით. ცნობილი ქართველი მეცნიერის ქალბატონი მანანა შილაკაძის მიერ კახეთში შეკრებილი მასალებით ქორწილის სუფრის თანმიმდევრობა განსხვავებული იყო ქალისა და ვაჟის ოჯახებში. პატარძლის წამოყვანისას აუცილებელი იყო მაყრული. ნეფის ოჯახში შესვლისას ფერხული მუმლი მუხასა. სახლში შესვლამდე ჯვარი წინ და ჯვარი უკან. შემდეგ მრავალჟამიერი, თამარქალი, სუფრული, ბერიკაცი ვარ, შენ ჩემო თეთრო ბატო, დიამბეგო, შაშვი კაკაბი და სხვები. კახური სუფრულები თავისი ურთულესი აგებულებით, მონუმენტურობით, ფილოსოფიური შინაარსით, ამაღლებული, ჰიმნური ხასიათით, ბურდონული მრავალხმიანობის მწვერვალს წარმოადგენს. მათი მელოდიის მდიდარი ორნამენტიკა, ფართო სუნთქვაზე აგებული შიდა მარცვლოვანი გამღერებანი, ემოციური ზეაწეულობიდან მომდინარე აღამავალი მოდულაციები, შინაგანი სიმწყობრით გამორჩეული ურთულესი მუსიკალური დრამატურგია ქართული მხატვრული აზროვნების უდიდესი მონაპოვარია. ცნობილი ქართველი მუსიკის მცოდნის ანტონ წულუკიძის აზრით, სუფრულების განვითარება იმპროვიზაციულ თავისუფლებასთან ერთად საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ მკაცრად დაკანონებულ ლოგიკურ კანონზომიერებებსაც ეფუძნება. იგი ასე ბრძანებს: რა არის მათში განსაკუთრებული? ეპიკური სიდიადე და გოლიათური სიდინჯე. მაგრამ ამ სიდინჯეში თანმიმდევრული ზესწრაფვის უდიდესი ენერგიაა დაბუდებული, რომელიც მძლავრი აფეთქებების გრეხილსა და საბოლოო მწვერვალში მჟღავნდება. მელიზმატიკა მელოდიის ხატებაშია შეჭრილი და არ წარმოადგენს გარეგნულ ორნამენტს. ზედაური ხმა სიმღერის წარმმართველ ფუნქციაში ერთმანეთს ეცილება, ხშირად ერთი მეორეს წიაღში იჭრება, საკუთარი ვარიანტით ავსებს, ესაუბრება და ეჯიბრებაო. ამ სიტყვების დასტურად გთავაზობთ კახურ სუფრულ სიმღერას ჩვენი მასპინძლის სასახლე, ანსამბლ გურჯაანის შესრულებით. ჩვენი მასპინძლის სასახლე
სმადაღარებობა ხევში სუფრულ სიმღერას სმური ჰქვია. ის სრულდებოდა ქორწილშიც და გლოვის სუფრაზეც. მისინ კი აუცილებლად საკულტო დიდებას იტყოდნენ. თის სუფრულ სიმღერებს ჩვენ აუცილებლად მიუძღვნით ცალკე გადაცემას, იმდენად საინტერესო, თვითმყოფადი, რიტუალური ბუნებითა და მხატვრული მთლიანობით გამორჩეული ნიმუშებია საქართველოს მთის დიალექტებში. ქართლი სუფრული სიმღერებით ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. აქაური სუფრულებია დავლიო ღვინო, ბერიკაცი, ჩვენი მასპინძლის სასახლე, გაკრული მრავალჟამიერი და სხვა. მათი მუსიკალური ქსოვილი გაბმულ ბანზე რეჩიტატიული და კანტილენური მღერის მონაცვლეობას ეფუძნება. ორიგინალურია იმერული ლხინი, სადაც ტრადიციული სუფრულების გვერდით მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საპატიო ადგილი დაიმკვიდრა გიტარა და მასზე დამღირებულმა ქალაქური ტიპის სიმღერებმა. საყოველთაოდ ცნობილია ქუთაისური მრავალჟამიერებიც. ვაზის ჯიშებით ყოველთვის მდიდარი იყო ლეჩხუმი. აქ შემორჩენილი სუფრულებია დალიე, სმა უმღერალი არ ვარგა, დილით ოქროხარ სტუმარო, სალხინო და სხვები. ეს ნიმუშები ქართული მუსიკალური ფოლკლორის უაღრესად საინტერესო პლასტს ქმნის. რაჭის ხეობები ვაზის კულტურის განვითარების ერთ-ერთ უძველეს კერადაა მიჩნეული. რაჭული დიალექტის ყველაზე განვითარებულ ნიმუშებად სწორედ სუფრულ სიმღერებს მიიჩნევენ. მათ შორის გამოირჩევა ასლანური მრავალჟამიერი და დალიე. ეს სიმღერები გარკვეული ნიშნით, კერძოდ გაბმული ბანის მუსიკალურ-მხატვრული ფუნქციით ქართლ-კახურ სუფრულებს გავს. თუმცა აკორდული წყობითა და საკადანსო ფორმებით დასავლურ ქართულ, კერძოდ გურულ იმერულ ნიმუშებსაც უახლოვდება. ახლა რაჭული სუფრული ჟანრის ერთ-ერთი ულამაზესი ნიმუში. დალიე მინდა შემოგთავაზოთ ანსამბლ შავნაბადას შესრულებით. Dali
სუფრული ჟანრის სიმღერებით მდიდარია სამეგრელო. სუფრასთან შესასრულებელი მეგრული სალაღობო სიმღერებია ოდელიო, ზესქვი, დადიანის მოძახილი. მეგრული სუფრულები გეშვია, გეფშვად ღვინი ხარათია, აბარერო, მადლობელი, ოლური კულარე, მართლაც გამორჩეულია როგორც წმინდა მუსიკალურ მხატვრული მახასიათებლებით, ისე თვითმყოფადი, შინაგანად მრავალფეროვანი ხატოვანი სამყაროთი. დინჯი, დარბაისლური, ზოგჯერ ხალისითა და იუმორით სავსე, ან დახვეწილი ლირიზმით გამორჩეული ეს სიმღერები მსმენელს ამაღლებულ განწყობას უქმნის და სიცოცხლის ნამდვილ სადიდებელს წარმოადგენს. ჩვენი გადაცემის დასასრულს ანსამბლ რუსთავის შესრულებით მინდა მოგასმენინოთ საინტერესო ვარიანტი, სადაც სასცენოდ გაერთიანებულია ორი მეგრული სუფრული სიმღერა, ოლური კულარე და გეშვია. დღეს ამით გემშვიდობებით. მომავალ კვირამდე გიყვარდეთ ქართული სიმღერა და გემღერებოდეთ.